გესალმებით, ფსიქოლოგია ტაროს ახსნა დღეს გვექნება საჯარო გაშლა, რადგანაც ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ხვალ გვექნება ზაფხულის მზებუდობა, როდესაც მზე თავის მთავარ პიკს აღწევს და არაჩვეულებრივი დღეა იმისათვის, რომ განვახორციელოთ სხვადასხვა სახის ენერგეტიკული პრაქტიკები, წმენდები, გაშვება ძველის ჩვენში რაც არის და ხვდებით, რომ ეს ყველაფერი უკვე მოყერჭებულია, თავისი გააკეთა, სევდა, თუ სადღაც ვატყობთ, რომ კიდევ წარსულს ვეპოტინებით, ადამიანებს ვეპოტინებით, ან ისეთ სცენარებს ვთამაშობთ ჩვენს ცხოვრებაში, რაც უკვე აღარ მუშაობს, არაჩვეულებრივი დროა იმისათვის, რომ ამ ყველაფერთან განთავისუფლდეთ და ზოგადად განთავისუფლოთ ჩვენ ცხოვრებაში ადგილი სიახლისთვის. მივცეთ მზეს შესაძლებლობა, რომ თავისი სხივით და შუქით გაწმინდოს ჩვენი თავიც და ჩვენი ცხოვრებაც, ხო? ბუნებრივია ეს მოხდება მაშინ, თუ ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცევთ სივრცეს და ჩვენც გადავდგამთ ჩვენს მხრიდან გარკვეულ ნაბიჯებს, ხო? დღეს იქნება ორი პოზიცია. პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია და ეს გაშლა ეძღვნება ზაფხულის მზებუდობას, თუმცა რა თქმა უნდა ამ გაშლის ყურება და მოსმენა მერეც შეიძლება ეს მხოლოდ რაღაც 21 ივნის არ ეხება, ბუნებრივია, იმიტომ რომ მანამდეც და შემდეგაც ჩვენ გვაქვს ზეგავლენა მზის, ხო? ბუნებრივია, ეს ყველაფერი ერთ დღეში არ სრულდება და არ ხდება. ეს ყველაფერი პროცესია. გარეთ წვიმს და არ ვიცი ზუსტად როგორ ხმებს ჩაიწერს მიკროფონი, ამიტომ თუ რამე იცოდეთ, თუ რაღაც ესეთი წვიმის შეფების ხმა გაიგონეთ, ვფიქრობ პირიქით სასიამოვნო უნდა იყოს. კარგი, დავიწყოთ ჩვენ პირველი პოზიციით. დავიწყოთ პირველი პოზიციით და აქვე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ხო? ხშირად არის რომ მიწერენ, რომ აი რეზონირდა ყველაფერი, მაგრამ ბუნებრივია, მაინც გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, რაღაც შესაძლოა რეზონირდეს, რაღაც შესაძლოა არ რეზონირდეს და ეს სავსებითაც ნორმალურია, რადგან გაშლა არის საჯარო და ძალიან ფართო აუდიტორიაზე არის გათვლილი. იმისათვის, რომ უფრო დეტალურად განეხილოთ თქვენი კონკრეტული სიტუაცია, ხო, თქვენი კონკრეტული საკითხი, ამისთვის უკვე სასურველია თქვენზე გავაკეთოთ ინდივიდუალური გაშლა და ამასთან დაკავშირებით, თუ ვისაც გაქვს კითხვები, გაქვთ სურვილი რომ მოხვიდეთ ჩემთან სესიაზე, გელოდებით. ასევე ჩვენი პროექტი დინება, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩვენ დაგეხმაროთ ფიზიკური კუთხით, ენერგეტიკული კუთხით, ფსიქოლოგიური კუთხით და საერთოდ ყველა ლეველზე, რაც ჩვენში არის ადამიანში, ხო? მოგმართეთ ჩვენს დინებას პროექტზე, ინსტაგრამი მითითებულია, ჩემი ინსტაგრამიც მითითებულია და იქიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ასევე რას წარმოადგენს ეს დინება პროექტი და უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიოთ ამ პროექტთან დაკავშირებით. იქ ყველაფერს ნახავთ ჩემს ინსტაგრამიდან, როდესაც გადახვალთ, რადგანაც საიტიც მითითებულია და იქ არის სრული ინფორმაცია. კარგი, ეს შესავალი იყო. ხო, დავიწყოთ პირველი პოზიციით და ჩვეულებრივ ვნახოთ სიგნიფიკაცია, ხო, ეს იქნება თქვენთვის, რომ იგრძნოთ. რეზონირებს, არ რეზონირებს, თქვენზე, არ არის თქვენზე, თქვენი პოზიცია, არაა თქვენი პოზიცია, ხო? თუ სიგნიფიკაცია რეზონირებს, ესე იგი ეს არის თქვენი პოზიცია. თუ არ რეზონირებს, ბუნებრივია ირჩევთ სხვა პოზიციას ან სხვა გაშლას. კარგი. როგორ ენერგიებში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია, ხო? აი, რა ენერგიები არის ახლა თქვენში, თქვენს ცხოვრებაში წამყვანი. ეს დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად იგრძნოთ, როგორ ენერგიებში ხართ. პირველ რიგში, პირველ პოზიციის ცხოვრებაში ამ ეტაპზე, ხო? კონკრეტულად აი ამ ვითარებებში, რაშიც ახლა იმყოფებით, უმრავლესობა, რადგან გაშლა მაინც საჯაროა, უმრავლესობას შესაძლოა კონდეს სურვილი, რომ მოხდეს რაღაც ცვლილება. ძლიერი სურვილი, რომ იყოს რაღაც ცვლილება თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ შესაძლოა ამ ცვლილებებს ველოდებოდეთ უფრო მაინც გარედან, რომ აი გარედან მოხდეს რაღაც ცვლილება და შინაგანად ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ამ სურვილთან, რომ მოხდეს რაღაც ცვლილება, გვაქვს შფოთვა. ასევე შესაძლოა განვიცდიდეთ გარკვეულ სევდას, ტკივილს,
ან ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ან იმასთან დაკავშირებით, რომ ისე არ არის, როგორც გვინდა რომ იყოს, ან როდის მოხდება რამე ცვლილება, ხო? შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს რამე კონკრეტულ სიტუაციას. შესაძლოა ზოგადად თქვენ ცხოვრებაში გინდათ რომ მოხდეს რაღაც ისეთი განახლება, აპდეიტი. ინგლისურად რო ვთქვათ. აი ეს სადღაც საერთოდ ყველაფერი განახლდეს, რაღაც საინტერესო მოხდეს, სახალისო და ეს ყველაფერი ვერ ხდება, ან არ ხდება, ხო? ამასთან დაკავშირებით შესაძლოა გქონდეს სევდა, შფოთვა, ან დაიწყო რაღაც ცვლილებები და ვნერვიულობდეთ, რომ აი ნეტა რა არის ეს, სად მივდივართ, სადმე მიყვანს ეს ცვლილება მე და არის შფოთვა, სევდა. ასევე ვიღაცამ შესაძლოა განახორციელა გარკვეული ცვლილება მის ცხოვრებაში. მაგალითად, ძალიან ისეთი ელემენტარული მაგალითი რო ავიღოთ, გამოვიდა ურთიერთობიდან. და ამასთან დაკავშირებით ახლა გვაქვს ტკივილი, რომ გამოვედით ურთიერთობიდან, ხო, ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს არის რთული, შფოთავთ, რა იქნება შემდეგ, რა მოყვება ამ ცვლილებას, სწორი არჩევანი გავაკეთეთ თუ არა, ხო? ანუ ზოგადად რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, აქ პირველი პოზიცია განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, რასთან დაკავშირებითაც შესაძლოა ღელავდეთ, ნერვიულობდეთ. ეს პირველი ინტერპრეტაცია და მეორე ინტერპრეტაცია არის ის, რომ მე მინდა მოხდეს გარკვეული ცვლილება, მინდა რაღაც შეიცვალოს, მინდა რომ ეს სევდა, ეს ტკივილი, ეს ტკენა გაუშვა, მინდა რომ აღარ მქონდეს შფოთვა, მაგრამ ამას ველოდები გარედან და შინაგანად შესაძლოა მე ვერ ვმუშაობდი იმ საკითხებთან რეალურად, რაც დამეხმარება ამ ცვლილებების განხორციელებაში, ხო? ეს არის ესეთი მთავარი ენერგიები, აქ რაც არის. ხო, ზოგადად ეს ინფორმაცია არის თქვენი სიგნიფიკაციასთან დაკავშირებით, ხო, იმ სიტუაციებთან, იმ ენერგიებთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ზოგადად, იმიტომ რომ საჯაროა ეს გაშლა. ვინც გრძნობთ, რომ რეზონირებს და ეს თქვენზე არის, აგრძელებთ მოსმინას, ხო? ვინც გრძნობთ, რომ ეს ჩემს საერთოდ არ არის, ირჩევთ სხვა პოზიციას ან სხვა გაშლას. აქვე დავამატებ იმასაც, რომ შესაძლოა აქ პირველ პოზიციას კიდევ აი უჭირდეს ცვლილებების განხორციელება. პრინციპში ეს კავშირშია იმასთან, რაც აქამდე ვისაუბრე, მაგრამ მაინც მაქვს სურვილი, რომ ეს თქვა და ვიტყვი. სურვილი იმისი, რომ განხორციელდეს რაღაც ცვლილება, მაგრამ ვერ ვანხორციელებ ამ ცვლილებას სხვადასხვა გარკვეული მიზეზების გამო. ამიტომ სევდაში ვარ, შფოთავ, ტკივილს განვიცდი, შესაძლოა, ხო, იმასთან დაკავშირებით, რომ არა მაქვს ეს ცვლილება, ან არა მაქვს ის, რაც მინდა რომ მქონდეს. ხო, აი ესეც არის აქ. კარგი, მეტი პრინციპში აღარ დავამატებ აქ არაფერს, იმიტომ რომ საკმაოდ გასაგებია სიგნიფიკაციისთვის, ამიტომ ეს ჩვენ ახლა ასე ავწიოთ ზემოთ და დავიწყოთ უკვე ჩვენი გაშლა, ხო? რაც უკავშირდება უკვე ჩვენს ამ ზაფხულის მზებუდობის ასპექტს და მომენტს, რომელიც გვექნება ხვალ. კარგი. ნახოთ, რა შემოვა შენს ცხოვრებაში ამ ზაფხულის მზებუდობასთან ერთად, ხო? რა იქნება ის, რაც შემოვა შენს ცხოვრებაში ამ ზაფხულის მზებუდობასთან ერთად? რა არის ეს? ვნახოთ, რა არის ის, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება, ხო? ასე რომ ვთქვათ, მხატვრულად, რომ ვთქვათ, მზის სხივები რაზე გინათებენ, რას უნდა შეხედო, რას გინათებს მზე, რომ შეხედო. და აქ უკვე რჩევა სივრცისგან, სამყაროსგან შენთვის. ოკეი, დავიწყოთ. დავიწყოთ. რა შემოდის შენს ცხოვრებაში ამ მზის ბუდობასთან ერთად. ნუ ერთი სიტყვით რა, ხო ხვდებით, ისი თქმაც მინდა აქ და ძალიან საინტერესო არკანი გვაქვს ქურუმი ქალი. მე ვიტყოდი ამ მზებუდობასთან ერთად შენს ცხოვრებაში შემოდის გააქტიურება შენი სიძლიერის, შენი სიბრძნის, შენი ცოდნის, შენი ეზოთერული შესაძლებლობებისიც, ესეც არის აქ, ხო, იმიტომ რომ ქურუმ ქალს ძალიან სიღრმისეული წყარო აქვს შესაძლებლობების ცოდნა. ასევე ცოდნა იმისი, რაც აქამდე ვერ იცოდით, არ იცოდით, შესაძლოა რაღაც კონკრეტულ საკითხს უკავშირდებოდეს, შესაძლოა ზოგადად თქვენს შინაგან სამყაროს უკავშირდებოდეს. მაგალითად, შესაძლოა ვიღაცას არ სჯეროდა, ან არ იცოდით, რომ გაქვთ ასეთი გაქვთ ამხელა ეზოთერული ენერგეტიკული შესაძლებლობები, გაქვთ აი ასეთი ძლიერი ინტუიცია.
აქამდე შესაძლოა არ ენდობოდით თქვენს სიზმრებს, ან იმ სიმბოლოებს, რასაც ხედავდით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არ ენდობოდით თქვენს შინაგან ხმას. და ახლა ამ მზის სიძლიერესთან ერთად თქვენში აქტიურდება ეს სიღრმისეული მიძინებული ქურუმი ქალის ენერგია, რაც გიაქტიურებთ თქვენს შინაგან ძალას, თქვენს შინაგან ცოდნას. აქ ასევე შემიძლია ისიც დავამატო, რომ თქვენს შინაგან შორს მჭვრეტელობას, ხო? აი ისიც პრინციპში აქ შეგვიძლია წინასწარმეტყველობაც დავამატოთ, ხო? ვიღაცამ შესაძლოა ინფორმაცია მიიღოს მომავალთან დაკავშირებით. ესეც აქვე არის, ესეც დავამატოთ. სიზმრების მეშვეობიდან მედიტაციის დროს მაგალითად უბრალოდ აი რაღაც საკეთებს და უცებ მოგდით რაღაც ეპიზოდი თქვენს გონებაში, ხო, რაღაც ხილვა, ესეც რეალურია მერწმუნეთ. ასე რომ აი ასეთი რაღაცეები შემოდის აქ პირველი პოზიციის ცხოვრებაში და ეს ძალიან საინტერესოა, მინდა ვთქვა. ძალიან ძლიერი ენერგია შემოდის ამ მზებუდობასთან ერთად თქვენს ცხოვრებაში და ვაუ, აქ უბრალოდ მართლა ვაუ. ძალიან დიდი შესაძლებლობები და აი უფრო მეტი ინფორმაცია აი ამ ქურუმი ქალის კარტთან დაკავშირებით, რაც შემოდის პირველი პოზიციის ცხოვრებაში. და ისევ არკანი, დედოფლის არკანი. არკანზე გვაქვს აქ მეგობრებო, ქურუმი ქალის არკანი და დედოფლის არკანი. აქ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენში აქტიურდება კიდევ, რომ დავამატოთ და უფრო განვავრცოთ ეს საკითხი, თქვენი ფემინური ენერგია, ხო? აი, რადგან ქურუმი ქალი ფემინურ ენერგიას წარმოადგენს. მაინც, რაც არ უნდა იყოს კი, ქურუმია, მაგრამ მაინც ფემინური ენერგიაშია. და დედოფალი მოგეხსენებათ, ბუნებრივი დედოფალი წმინდა ფემინური ენერგია, ასე რომ ეს მომენტი თქვენში აქტიურებს აი ამ თქვენ ფემინურ ძალას, რაც შესაძლოა აქამდე მიძინებული იყო, ან ამას არ ენდობოდით, ან არ იყენებდით, ან არ უსმენდით, არ გჯეროდათ და ან მინუსებში იყავით მაგალითად გადასული, ხო? არ გქონდათ გააქტიურებული ფემინური ენერგია. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი თქვენში ახლა იღვიძებს. ასე რომ არ გაგიკვირდეთ აქ, ვისაც გექნებათ სურვილი, რომ უფრო ხშირად ვიყო ბუნებასთან, უფრო მეტ კავშირს ვგრძნობთ ბუნებასთან, უფრო მეტ ისეთ სიზმრებს ვხედავ, სადაც არის რაღაც ბევრი სიმბოლიზმი, ბევრი პასუხი ვგრძნობ, რომ იქ არის რაღაც გასაღები ჩემს სიტუაციებთან დაკავშირებით, უფრო მეტად მესმის ჩემი შინაგანი სამყაროს ხმა, ჩემი ინტუიციის ხმა, უფრო მეტად მინდა გავხსნა ჩემში ეს ქალურობა, ფემინურობა, ხო, აი არ აქვს თქვენს გენდერს აქ ახლა ამ წუთას მნიშვნელობა, რადგანაც ეს ფემინურობა და მასკულინობა არის ორივეში, ხო, ყველა გენდერში. ასე რომ თქვენს გენდერს აქ არ აქვს კონკრეტული მნიშვნელობა, რადგანაც აქ ენერგიაზე ვსაუბრობ, რომელიც წარმოადგენს ფემინურ ენერგიას, რომელიც აი ყველაფრის საწყისია. აქვე არის სიყვარული, ბუნება, აი თავისუფლება, შინაგანი ბუნების თავისუფლება, რომელსაც თქვენ მიყავხართ, რომელიც გიწევთ გაიც, ხო, რაღაც მინიშნებებს გაძლევთ თქვენი ეს შინაგანი ფემინური ბუნება. ეს არის ისეთი საუკუნესებრივი სიბრძნე, რაც თქვენში არის, მაგრამ აქამდე ან არ უსმენდით, ან ვერ უსმენდით, ან არ გქონდა ამას ადგილი და დრო. და ახლა არის დრო და დგება იმის მომენტი, რომ ეს ამოვიდეს ზემოთ და თქვენ ეს შეამჩნიოთ და შენიშნოთ და შესაბამისად თქვენთვის სასიკეთოდ და თქვენი ცხოვრების სასიკეთოდ გამოიყენოთ. ძალიან დიდი ენერგია არის. ეს მზებუდობა გაძლევთ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ თქვენ გახსნათ თქვენი თავის აი ეს ასპექტები. თან ორი მაღალი არკანი ამოგვივიდა, რაც მიგუნიშნებს ამ საკითხის აუცილებლობაზე და დიდ მნიშვნელობაზე. ასე რომ აქ ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, ძალიან ბევრი და ამიტომ ძალიან რო აღარ გამეწელოს, ხო? გადავალ უკვე სხვა კითხვაზე აქ მე, რადგანაც ეს გაშლა მაინც საჯაროა. უბრალოდ აი მაქვს ასეთი კითხვა. რჩევა აქ თქვენთვის, რომ რა მოიმოქმედოთ, რომ აი ეს მზებუდობა ამ ენერგიებს თქვენში რო გააქტიურებს, პირველმა პოზიციამ თავის მხრიდან რა მოიმოქმედოს, რომ ასე რომ თქვა ჟარგონულად არ გამაზოს ეს მომენტი. გაეხსენით, ემოციურად გაეხსენით, ხო, ემოციურად დაინახეთ ამაში შანსი. ეცადეთ, რომ შეხედოთ ამას სიღრმისეულად, ისე რომ აი
ეს არის ის, რაც მე მაკლდა მაგალითად ჩემს ცხოვრებაში. უფრო მაინც ვიტყოდი აქ უფრო მარტივად რო ვთქვა, მოусმინეთ თქვენს გრძნობებს, მოусმინეთ თქვენს ემოციებს და მიყევთ თქვენს შინაგან ინტუიციას და შეგრძნებებს. და ეს ყველაფერი მიგიყვანთ აი ამ ძალამდე, ამ ენერგიებამდე. მეტი ემოციურობა, მეტად გახსენით თქვენი გული, მეტად მოусმინეთ სამყაროს თქვენ თავს. უფრო მეტად ღია გახდით ამ ენერგიებისთვის. ეს არის და ეს აქ. კარგი. გავაგრძელოთ, გადავიდეთ მეორე კითხვაზე. ხო, აი ეს მზებუდობის ენერგია, რაზე მიგინათებთ, ასე რომ ვთქვათ, ეს მზის ენერგია რა ასპექტს თქვენი ცხოვრების ან შესაძლოა კონკრეტულ სიტუაციას რას გინათებთ, რომ აი ეს შენიშნოთ, შეხედოთ ამას. თასების ტუს, რომელსაც ქვია the waters of life, ცხოვრების წყლები. არჩეულებრივია ემოციებზე, თქვენს ემოციებზე. პირველ რიგში თქვენს ემოციებზე და თქვენს შინაგან სამყაროზე გინათებთ ეს მზებუდობის ენერგია, უფრო მეტად ასე რომ ვთქვათ, გახედებთ თქვენში ეს ენერგია, უფრო მეტად შესაძლოა აქ ვიღაცები უფრო მეტად ემოციურები გახდნენ ამ დღეების განმავლობაში, უფრო მეტი ემოცია წამოვიდეს თქვენში და ეს არ არის ცუდი, ეს არ ჩვეულებრივია, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ მიმართულებით გიჩვენებთ აქ მზე, რომ დროა ამას ყველაფერს შეხედოთ და ისი ამოვნოთ თქვენი ემოციები და აივსოთ ემოციურად, დაიტენოთ ამ ენერგიით. ხო, უფრო დეტალურად ვკითხოთ, ხო? რა არის ეს? რასაც ეს მზებუდობის ენერგია გინათებთ, ხო, ასე ვთქვათ. და თასების დედოფალმა დააგვერგვინა ეს ამბავი აქ. უფრო მეტად ენდოთ და მოусმინოთ სამყაროს. ესე გავაკეთებ, რომ ჩანდეს, ხო? უფრო მეტად ენდოთ და მოусმინოთ აქ სამყაროს, იმიტომ რომ აქ თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას იტევთ თქვენში. ძალიან ბევრ რაღაცას იპოტინებით, ათრევთ ზურგზე, ეს მძიმეა, ეს რთულია. არ არის აუცილებელი ეს იყოს მანდამაინც ემოციები, თუმცა ემოციებიც შედის აქ, ემოციები, სხვადასხვა სახის ვითარებები, მდგომარეობები, სიტუაციები, ურთიერთობები, ბევრი რაღაც შესაძლოა იყოს, რა თქმა უნდა, და დროა, რომ ეს ყველაფერი დავდოთ, გამთავისუფლდეთ და მივცეთ ჩვენს შინაგან ემოციებს შესაძლებლობა, რომ ეს ემოციები შევიგრძნოთ, გამოვხატოთ. აი აქ შეგრძნება მაგ იმისი, რომ აი პირველი პოზიციისთვის სასურველია წყლის სტიქიასთან უფრო მეტი კომუნიკაცია. წყლის სტიქია აქ პირდაპირ გაგებითად წყალით შეგიძლიათ მიმართოთ წყლის პრაქტიკებს მაგალითად, მაგრამ მეორე მხრივ აქ კარგი იქნება თუ უფრო მეტად მოусმენთ თქვენს ემოციებს. თუ უფრო მეტად გამოხატავთ ამ ემოციებს, იქნება ეს ხელოვნების პრაქტიკა, მედიტაცია, ტარო მაგალითად ან სხვა ეზოთერული პრაქტიკები, რაც ინტუიციას უფრო მეტად გიღვიძებთ, ხო, უფრო მეტად გაკავშირებთ თქვენს საკუთარ შინაგან თავთან. აი ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირველ პოზიციაში ძალიან ბევრი რაღაცაა დაგროვებული და შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო აქ არიდებდეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობებს თავს. ან უბრალოდ არ გეცალოთ თქვენი თავისთვის. არა და აქ ძალიან დიდი ძალა გაქვთ, ძალიან დიდი შესაძლებლობებია და უნდა თქვენს შინაგან მეს, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს, გამოვიდეს გარეთ, რომ თქვენ ეს იბრძნოთ, მიიღოთ. არაჩვეულებრივია მართლა და რჩევა სივრცისკენ სამყაროდან თქვენთვის, აი ამ პროცესებთან დაკავშირებით. ვარსკვლავი, არაჩვეულებრივია. რჩევა აქ არის, რომ არ დაკარგოთ იმედი. გქონდეთ იმედი იმისი, რომ თქვენ არ ხართ ამ სამყაროში მარტო. თქვენ არ ხართ მარტო. რა ვითარებებშიც არ უნდა იმყოფებოდეთ ახლა, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა თქვენს ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ არის ის ზებუნებრივი ძალა, რომელიც სულ თქვენთან არის, თქვენს გვერდით არის. იქნება ეს სულიერი მასწავლებელი, ანგელოზები, ღმერთი, დედამიწა, რაც გინდათ ის უწოდეთ. მაგრამ თქვენ არ ხართ მარტო.
ნახეთ, ეს ადამიანი არის აქ უყრან ტყეში, ხო? და შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მარტოა და გზა არსად არ ჩანს, მაგრამ არის ვარსკვლავი, რომელიც ჩანს ნებისმიერი რაკურსიდან, ნებისმიერი კუთხიდან და ის ეხმარება, რომ მან იპოვოს გზა. და ის უნათებს მას გზას. და ისიც ამას ხედავს, ხო? აი, ეს არის აქ რჩევა, რომ სადაც არ უნდა იყოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა თქვენი ცხოვრების ამ ჟამინდელ ეტაპზე, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო და იქ ზემოთ არის ის ძალა, რომელიც გაძლევთ თქვენ მინიშნებებს, გინათებთ თქვენს გზას. უბრალოდ თქვენზე არის დამოკიდებული, დაინახავთ ამას. გააქვთ სურვილი, რომ გაყვეთ ამ სხივს. აქვე კიდევ სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ ამ კარტს, აქვე არის რჩევა, რომ უფრო მეტი სულიერება, ხო? უფრო მეტი სულიერი განვითარება, უფრო მეტი კავშირი თქვენს სულთან, უფრო მეტი კავშირი თქვენს შინაგან ხმასთან, ენერგიასთან, სამყაროსთან. შეხედეთ სიტუაციას და ვითარებებს თქვენ ცხოვრებაში უფრო მასშტაბურად, ზემოდან. ესეც. აქ ჩემთვის რჩევა ძალიან გასაგებია, მაგრამ მოდით კიდევ ვიკითხოთ რჩევა თქვენთვის, ხო, უკვე ორაკულის დასტაზე. რჩევა აქ პირველ პოზიციას, რაც საჭიროა ახლა პირველი პოზიციისთვის, რომ გაიგონოს. Manifesting is my superpower. манифестация ჩემი სუპერძალა. და სხვათა შორის ვარსკვლავიც, ხო? ასევე რომ დავუკავშიროთ, აქვე ესეც მნიშვნელოვანი მომენტია, კარგი რჩევა მოვიდა. რასაც იფიქრებთ ხშირად, რაზეც ხშირად იფიქრებთ და აი ამ ფიქრში ემოციებს ჩადებთ, გრძნობებს ჩადებთ, ეს ახდება. შესაბამისად, თქვენ манифестირებთ, ხო, ეს არის, როდესაც ჩვენ ვოცნებობთ და ამოცნებას მოაქვს ძლიერი ემოციები, ეს манифестация უკვე. ესე იგი, ჩვენ ვიზიდავთ ამ სიტუაციებს, ემოციურად ვმოხდავთ, ვფიქრობთ, დეტალურად ვფიქრობთ, ვიზუალიზაციას ვუკეთებთ, შემდეგ ემოციებით ვმოხდავთ და შემდეგ უკვე ვიზიდავთ. ჩვენ თვითონაც არ ვიცით ისე ვიზიდავთ ამას, ხო, ისე ხდება. ასე რომ გახსოვდეთ სულ, რომ манифестირებთ მუდმივად. თქვენ გაქვთ ამის ძალა, იმიტომ რომ ისეთი არკანები დაგიჯდათ და ისეთი შესაძლებლობები გაქვთ, რომ გქონდეთ იმის გააზრება, გახსოვდეთ სულ. ცნობიერად მიუდექით, რაზეც იფიქრებთ, ის მოვა თქვენ ცხოვრებაში, რაზეც ფოკუსირდებით, ის მოხდება თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ გაქვთ ამის ძალა, ყველას გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ უფრო მეტად გაქვთ ეს ძალა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ენერგია გაქვთ, ბევრი შესაძლებლობები გაქვთ. შესაბამისად, ეცადეთ, რომ ამას გააზრებულად შეხედოთ და პასუხისმგებლიანად გამოიყენეთ. რაზეც იფიქრებთ, რაზეც იოცნებებთ, ის მოხდება. ამიტომ იფიქრეთ კარგზე. და გახსოვდეთ, რომ манифестация შეგიძლიათ და ზუსტადაც, რომ ვიზუალიზაციის ტექნიკა იქნება, ეს მედიტაცია იქნება, თუ ყველაფერი ერთად იქნება, ეს ყველაფერი გეხმარებათ, რომ მოიზიდოთ და შექმნათ ის რეალობა და ის ცხოვრება, რაც გინდათ. და პირიქით, რასაც ნერვიულობთ და შიშობთ და გაქვთ შფოთვა, იმასაც იზიდავთ. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს და გისურვებთ, რომ აი ეს გაშლა მაქსიმალურად დადებითად ყოფილიყოს თქვენთვის, მაქსიმალური დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე და თქვენზე და ბედნიერ მზებუდობას გისურვებთ ყველას. ინდივიდუალურ ტაროს სესიებთან დაკავშირებით და სხვა სერვისებთან დაკავშირებით ჩემი კონტაქტები მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ იხილოთ და შემეხმიანოთ. მივესალმები მეორე პოზიციას და მოდით ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია, როგორ ენერგიებში იმყოფებით ახლა. ეს დაგვეხმარება, რომ მიხვდეთ თქვენია ეს პოზიცია თუ არა. თუ გრძნობთ, რომ რეზონირებს და თქვენზეა საუბარი, თქვენთან ახლოს მოდის ის, რაზეც მე ვსაუბრობ, უსმენთ გაშლას. თუ არა, ირჩევთ სხვა პოზიციას ან სხვა გაშლას. კარგი, როგორ ენერგიებში იმყოფება ახლა მეორე პოზიცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, რა ხდება მეორე პოზიციის შიგნით, თქვენს შინაგან სამყაროში, ხო, როგორი ენერგიებია ახლა თქვენში. საინტერესოა. ახლა მე ჩავეკითხებით და შემდეგ გეტყვით. ხო, აქ ისეთი შეგრძნება მაქვს, აი თითქოს მეორე პოზიცია თითქოს და არის ესეთ ენერგიებში, რომ აი მე
რაღაც მთლიანობას მივახციე ჩემში, ყველაფერი კარგად მაქვს, წარმატებაზე ვარ ფოკუსირებული, აქ რამინდებიც კარგია, მზიანათებს, ზაფხულია, რაღაცა, შინაგანათაც მოტივირებული ვარ, მაგრამ აქ არის მაგრამ რაღაც მომენტები, რაც მე მიშლის ხელს და მაინც მაფრუსტრირებს, რომ სრულ ფასოვნად ვიყო კმაყოფილი იმით, რაც ხდება ჩემში და ჩემს ცხოვრებაში. აი, ასეთი მომენტი აქვს. კიდევ ჩავეკითხები ახლა. კიდევ რა ხდება აქ მეორე პოზიციის შიგნით თქვენში? ხო, ანუ აქ მეორე პოზიცია გამოვიდა რაღაც მძიმე სიტუაციებიდან. ესაა გამოვიდა, ან პროცესში ხართ, რომ გამოხვიდეთ, ხო? უკვე გამოანათა მზემ, ან უკვე ვხედავთ მზის პირველ სხივებს, უკვე ვართ მოტივირებული რაღაცებს ვაკეთებთ. ველოდებით, რომ აი რაც მე გავიარე, ახლა დამიფასდება და რაღაც დაალაგდება სიტუაცია. მაგრამ აქ მაინც იგრძნობა ის მომენტი, რომ აი ან შინაგანი კონფლიქტი მაქვს, ან ბოლომდე არა ვარ კმაყოფილი რაღაცით. აი ამის შეგრძნება მაქვს აქ. თითქოს ყველაფერი რიგზე მაქვს, მაგრამ ამავე დროს არის რაღაც მომენტები, რაც მე მაბრაზებს, ხელს მიშლის. ეს აი ამ კართან მაქვს აქ მეკითხვა. disruption-თან. ეს შინაგანი კონფლიქტებია თუ გარეგანი? გარედან. გარედან რა, რაღაც ცვლილებები რო ხდება? ხო. გარედან ხდება რაღაც ცვლილებები. ისეთი ცვლილებები, რაც ჩემთვის უცაბედია, მე არ შემიძლია ამის კონტროლი და ამიტომ ვერ ხვდები როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შესაძლოა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, სწრაფად შემოდიოდნენ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ადამიანები, სწრაფი ცვლილებები ხდებოდეს, რაც მე მაბნევს და ამიტომ აქ მეორე პოზიცია კმაყოფილია ყველაფრით, მაგრამ ამავე დროულად მისთვის გაურკვევლია სად მიტის მისე. ხო. ამავე დროს არის იმის მომენტი, რომ აი რა უნდა ავერჩიო, სად უნდა წავიდე. ოკეი, კაი, დავასრულე რაღაც ისტორია, დავსვი წერტილი, რაღაც მოვიშუშე თავი, მოვირჩინე თავი, უკვე უკეთესად ვგრძნობ თავს, მაგრამ რა უნდა გავაკეთო ახლა? აი ახლა რა, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის აქ. არის აქ რაღაც ეგზისტენციალური კრიზისის მომენტი. შესაძლოა ვიღაცასთან იყოს ის მომენტი, რომ რა ახლა, ხო? რა რჩევანი უნდა გავაკეთო? რა ქმედება უნდა განვახორციელო, ხო? აი ეს მომენტი შესაძლოა იყოს, რომ აი რა უნდა ავერჩიო ახლა მე ჩემს ცხოვრებაში და კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით. ხო, ასე რომ რაღაც ასეთი სიგნიფიკაცია არის აქ მეორე პოზიციასთან. საინტერესოა, აქ მეტი ხმად აღარ ჩავალ, იმიტომ რომ მაინც საჯაროა ეს გაშლა, მაგრამ ვისთანაც რეზონირებს და გრძნობთ, რომ აი თქვენთან მოდის ეს ინფორმაცია ახლოს, ვაგრძელებთ, ხო? მოსმენას ვაგრძელებთ. და ახლა უკვე გადავიდეთ თავარ საკითხთან, ხო, რატომაც ვიწერ ამ გაშლას მე დღეს. გაშლის დასაწყისში, ვისაც არ მოგისმენიათ, მოусმინეთ, ხო? იქ ვლაპარაკობ ზებუდობასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ეს და ასევე პრაქტიკები თუ რა პრაქტიკები განვახორციელოთ, რა მიზანშეწონილია გავაკეთოთ ამ დღეს, რა ჯობია ავირიდოთ, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიდევს ჩემს Instagram არხზე. ჩემ Instagram-ი არხი და ინფორმაცია ყველაფერი ჩემთან დაკავშირებით დევს აღწერაში, ამ ვიდეოს აღწერაში და თვითონ YouTube გვერდზეც და შეგიძლიათ ნახოთ. კარგი, რა შემოაქვს ამ ზებუდობას თქვენს ცხოვრებაში, ხო? რაზე მიგითითებთ ზებუდობის ეს ენერგია, რომ შეხედოთ, ხო, რომ დაინახოთ, მზე გინათებთ ამ ასპექტზე, ან რაღაც კონკრეტულ სიტუაციაზე, ვითარებაზე და რჩევა, სივრცისგან, სამყაროსგან. კარგი, ნახოთ, რა ენერგია გააქტიურდება და რა ენერგია შემოაქვს ამ ზაფხულის ზებუდობას თქვენს ცხოვრებაში. სამყარო. და აქ ხე არის ამ დასტაში ეს, არაჩვეულებრივი ენერგია ეს. აქ მინდა ვთქვა, რომ აი პირდაპირ სამყარო აქ გიღებთ კარებს, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ ზებუდობას მოაქვს თქვენთვის შესაძლებლობა, რომ აი მთლიანი ნახატი შექმნათ. მთლიანი, აი როგორ თქვა, ძალიან ბევრი ამის თქმა მინდა და ვცდილობ როგორ თქვა ისე, რომ მარტივად გასაგები იყოს. მაგალითად, დავხურო რაღაც ისტორია, დავსვო საბოლოო წერტილი, დავხურო გეშტალტი, გავუშვა რაღაც, აი საბოლოოდ ყველაფერი ერთად შეერთდეს
და ამან გამიხსნას კარები რაღაც ახალისთვის. და თან ამასთან ერთად არის არაჩვეულებრივი ისეთი ღრმა ფილოსოფიური დანახვა და შეგრძნება და შეხედვა სამყაროზე, ჩემს შიგნით და ჩემს გარეთ. არაჩვეულებრივია, ამას ჩავაკითხებ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბევრი რაღაცა შესაძლოა იყოს ეს და მოდით უფრო პრაქტიკულ დონეზე ვიკითხოთ. რა არის ეს, რასაც მზებუდობა აქ გვიაქტიურებს მეორე პოზიციასთან რაც შემოაქვს. ცოდნა, რასაც მაგალითად რასაც სამყარო გვაწვდის ჩვენ. უმაღლესი ძალები გვაწვდიან, თუ გინდათ ასეც შეგიძლიათ უწოდოთ, იმიტომ რომ ეროფანტიც გვყავს აქ. ცოდნა, რასაც ჩვენ ვიღებთ სამყაროდან. ან ჩვენ სულიერ მასწავლებლებიდან, ხილვებიდან, მაგალითად, ან რაღაც ისეთი სულიერი განმავითარებელი წიგნებიდან. ცოდნა, რაც ჩვენ გვეხმარება, რომ რაღაც რასაც აქამდე ვერ ვახერხებდით, შესაძლოა იყო რაღაც სიტუაცია, ვითარება, რაც მიგვაჩნდა, რომ არა, აქ არ არის გამოსავალი, ხო? და ასე ვფიქრობდით ჩვენ. სინამდვილეში აქ არის გამოსავალი და ჩვენ ვღებულობთ ამ სიტუაციასთან ან კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებულ ცოდნას, რაც გვეხმარება ამ ვითარებებიდან გამოსვლას. ასე რომ აქ რას აქტიურებს ეს მზებუდობის ენერგია თქვენს ცხოვრებაში, მეორე პოზიციის ცხოვრებაში, აქ არის ცოდნას, რომელიც გეხმარებათ, რომ მიხვიდეთ იმ უმნიშვნელოვანეს წერტილამდე, რაც მთლიანად შეგიქმნით, რაც მოგიტანთ სიმშვიდეს, მშვიდობას და რაც სამყაროსთან შეგაერთებთ. არც კი ვიცი აქ რაღაც პრაქტიკულად როგორ თქვა ეს ყველაფერი იმ დონემდე საოცარი ენერგია არის აქ. არაჩვეულებრივია. ცოდნას პირველ რიგში ეს არის ცოდნა. ყველასთან სხვადასხვანაირად იქნება, რა თქმა უნდა, ეს საჯარო გაშლა და ბუნებრივი ახლა ზუსტად ერთ-ერთში ყველას არ გექნებათ ერთნაირი სიტუაციები, ამიტომ აქ მასშტაბურად და ზოგადად ვამბობ. ხო, იმიტომ რომ იმისათვის რომ უკვე დეტალურად ვნახოთ, რა იქნება, აქ უკვე ინდივიდუალური გაშლა უნდა გავაკეთოთ და ბუნებრივია ინდივიდუალურს ახლა ამხელა აუდიტორიისთვის ვერ გავაკეთებთ, ხო, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირი. კარგით. ესე იგი, აქ ეს მზებუდობის ენერგია აქტიურებს ცოდნას აუცილებლად და ისევ არკანი, სამართლიანობის არკანი. კი ბატონო, ცოდნას თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, თქვენს თავთან დაკავშირებით, სამყაროსთან, არ ვიცი, ნებისმიერი სახის ცოდნა, რაც აქ გეხმარებათ რაღაცის გადაჭრაში, გარკვევაში და გამორკვევაში. ოკეი. გასაგებია ყველაფერი. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, ხო? რაზე გინათებთ მზე აქ, რას მივაქციოთ ყურადღება, რას შევხედოთ. ოკეი, აქ რო დრო არის ზუსტად რომ კი, დრო არის თქვენთვის, რომ აღნიშნოთ. მაგალითად აღნიშნოთ მზებუდობა, ხო? 21-ში არის და ასევე ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია 20 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით გადამსვლელი პერიოდი, ღამით მაგალითად, ხო? 20-დან 12-ს რო გადაცდება და 21 რო იწყება, ხო? ეს პერიოდიც ძალიან მნიშვნელოვანია და შეგიძლიათ ესეც გაითვალისწინოთ აქ და აღნიშნოთ ან ეს ასპექტი, ან ეს გადამსვლელი ეტაპი, ან უშუალოდ 21 ივნისი მაგალითად, ხო? შემდგომი დღეებიც ასევე. ესეც მნიშვნელოვანი. აღნიშნოთ, გადაიტანეთ ყურადღება იმაზე, რომ აღნიშნოთ უფრო ისეთი მჭიდრო კონტაქტი იქონიათ ცეცხლთან, შუქთან. იქნება ეს მზე, სანთელი, კოცონი ძალიან მშვენიერი იქნება თანამგარდიდან გამომდინარე, ხო? სილაღე, გართობა, ისეთი სასიამოვნო გართობა. აქ არ ვსაუბრობ ახლა ალკოჰოლზე, ხო? მაგრამ ესეთი გართობა, სადაც არის ცეკვა, მხიარულება, კომუნიკაცია ადამიანებთან ერთად. ვისთანაც ჩვენ გვგრძნობთ ერთობას. მაგალითად, მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ უფრო მეტი დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ასე გრძნობთ თავს. ვიღაცამ შესაძლოა თქვას, არ მყავს ასეთი ადამიანები, ხო? ესე იგი, აქ რჩევაც არის სხვაგვარი ძის, რომ უფრო მეტად გაეხსენით, რომ გაიცნოთ ასეთი ადამიანები, ან შემოვიდნენ ასეთი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში.
და უფრო მეტი დრო დავუთმეთ აი თქვენ ახლო ადამიანებთან ურთიერთობას, მეგობრებთან ერთად ყოფნას, აი ასეთ ყოფნას, სადაც ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ხარისხიანი და სასიამოვნო და თან ლაღი და ამ აღვნიშნავთ თან, ხო, ესეთი დღესასწაულის ენერგია. აქვე იმასაც დავამატებ, რომ შესაძლოა აქ ისიც იყოს, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არის დღესასწაული. და გახსოვდეთ ეს. ესეც არის. ოკეი, ეს გასაგები აქ მე არ მაქვს კითხვა, ამიტომ გადავდივარ რჩევაზე. რჩევა. გურუმი ქალი არის აქ რჩევა. რჩევა აქ რა გვაქვს? მოусმინოს საკუთარ თავს მეორე პოზიციაში. გამორთეთ თქვენი გონება, გეყოთ ამდენი მხოლოდ ფიქრი, ხო? ანუ აქ რა არის? აქ არის ადამიანი სულ ფიქრობს. აანალიზებს და მიყვება ლოგიკას. რაღაც მომენტებში დგება იმის დრო, რომ გამოვხდოთ ჩვენი ლოგიკა და მივყვეთ ჩვენს ინტუიციას. მივყვეთ ჩვენს შინაგან, აი როგორ თქვა, შინაგან ჩაძახილს. რასაც ვგრძნობთ, რომ ეს არის ინტუიცია. აი ეს არის ეს, ხო? ვგრძნობთ ჩვენ ამას, ყველა გრძნობს ამას. გამორიცხულია რომ ვერ იგრძნობთ. და აი ამის დრო დგება აქ, რომ მოусმინოთ თქვენს თავს. უფრო მეტი დრო დავუთმოთ თქვენს შინაგან განცდებს და აქ შესაძლოა ზოგს ჰქონდეს შიში იმისი, რომ დარჩეთ თქვენ თავთან. თქვენს თავში რომ დარჩეთ, ჩაიხედოთ უფრო სიღრმეში, ხო? მოусმინოთ ინტუიციას, მოусმინოთ თქვენს ემოციებს. რაღაც ემოციებს შესაძლოა აქ გაურბოდეს მეორე პოზიცია, იმიტომ რომ იქ არასასურველია, მტკივნეულია და ასე შემდეგ. ამიტომ ზოგადად აქ არაჩვეულებრივ იქნება დარჩეთ საკუთარ თავთან, რომ მოусმინოთ საკუთარ თავს, რომ იპოვოთ ის კავშირი თქვენს ინტუიციასთან, რაც შესუსტებული გაქვთ ახლა. რადგან სამნიშნელოვანია ეს კავშირი აქ დაგეხმარებათ. აქ ძალიან დიდი კავშირია იმასთან დაკავშირებით, რასაც შემოიტანს ეს მზებუდობა და რა რჩევასაც გეუბნებათ, იმიტომ რომ ორივე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არის ეს ორი ენერგია აქ. კარგი, და კიდევ აქ ეს გურუმი ქალის არკანი ჩაგვეშალეთ. სამყაროს არკანი მეორედ განმეორდა. აქ რომ გაეხსნას თავის შინაგან. დამაცემინა, კაცრავად. გაეხსენით თქვენს ემოციებს აქ. გაეხსენით თქვენს შინაგან სამყაროს, თქვენს ემოციებს გაეხსენით, რადგან ძალიან ბევრი ემოცია თქვენში, ძალიან ბევრი, ესეთი ბევრი კერდა, ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ და გარკვეული მიზეზების გამო ამას არ უსმენთ ან გაურბიხართ. დროა, რომ მოусმინოთ საკუთარ ინტუიციას, რადგანაც იქ არის ყველაფერი. ყველა ცოდნა, ყველა რჩევა გაქვთ თქვენ, არის თქვენში. აი ეს ასპექტი ემოციებთან დაკავშირებით წააგავს პირველ პოზიციას და აქ შეგიძლიათ პირველი პოზიციაც მოусმინოთ, შესაძლოა ორივე პოზიცია თქვენზე იყოს აქ. არ გამორიცხოთ ეს მომენტიც. კარგი, და ზოგადად ხო რჩევა მეორე პოზიციას. რჩევა მეორე პოზიციას უკვე ორაკულის დასდით. Let your inner fire warm you, not burn you. მიეცი შენ შინაგან ცეცხლს, შესაძლებლობა რომ გაგათბოს, მაგრამ არ დაგწვას, ხო? ასეთი რჩევა არის აქ თქვენთან. აქ ახსნას არ დავამატებ, იმიტომ რომ ეს არის უკვე ისეთი პირდაპირი ტექსტი, რომელიც თქვენთვის მომინდია და გაუკეთეთ ისეთ ინტერპრეტირება, როგორც თქვენ აი გრძნობთ, რომ რაღაც ამას ეხება ან რაღაცას, ხო? იბწყინეთ, იგრძენით ცხოვრება, მიეცით თქვენს შინაგან ცეცხლს, შესაძლებლობა რომ იყოს თქვენში, მაგრამ არ დაგწვათ, ასე რომ ვთქვათ, ისევე რომ დაუბრუნდეთ ამ ორაკულის რჩევას. ძალიან საინტერესო გაშლა იყო ორივე პოზიციისთვის. არ დაგავწყებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, თუმცა ხშირად არის, რომ საჯარო გაშლებში ძალიან ბევრ პასუხებს პოულობთ და მინიშნებებს, ამიტომ ხო, ამასაც ყურადღება მივაქციოთ. მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე ჩემთან, ინფორმაცია ჩემს სოцсკსელებზე და პროექტებზე და ყველაფერზე, რაც ჩემ თავს უკავშირდება, არის მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში და თვითონ YouTube არხზეც. გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და ბედნიერზე ბუდობას და ამ გაშლას მოეტანოს თქვენთვის მეტი სინათლე, მეტი სითბო, მეტი სიყვარული და პოზიტივი. წარმატებები.